მე და ქრისტი შევადარებთ ქართულ ნაყინებს. უცხოურ ნაყინებს. და გავიგებთ რომელი ჯობია ქართული ნაყინები თუ უცხოური ნაყინები. მონაწილეობას მიიღებენ თოლია, ბარამბო, გურჯაანის ნაყინი, ინდიგო, მაგნიუმი და კაროვკა. პირველი ერთმანეთს შევადარებთ თოლიას და კაროვკას. 3, 2, 1. თოლია, აი უბალ. თოლია, აი ამ 97,000 ლარი მივეცი, აი ამ კაროვკაში თუ რაღაცა უბედურებაში და თოლია ჯობია მილიონჯერ და მე მგონი ლარი და რაღაც აღებს, ხო? საშნელი ნაყინი, იმიტომ არის რომ ხელს ვერ ჯოხი არა, ჯოხი დაგენანა და მაგიზე დავატირე. შემდეგ ტურში გადავიდა თოლია. შემდეგი ინდიგო და ბაღამბო. 3, 2, 1. ბარამბო. თუმცა ესე ძალიან კაი. ანუ ორივე ძალიან კაია რეალურად, მაგრამ იქიდან დავიწყოთ, რომ თვითონ ნაყინი შიგნით რაც აქვს ბარამბოს ჯობია, ამას აქვს ძალიან კარგი შოკოლადი იდეაში ზევიდან. თუმცა ნაყინი შიგნით რაღაცნაირი არ ვიცი, შეიძლება შეჩოული არა ვარ ამ ნაყინს და ეგეც არის. მოკლედ შემდეგ ტურში გადავიდა ბარამბო. შემდეგი წყვილი, ქართული გურჯაანის ნაყინიო და მაგნიუმი. 3, 2, 1. რა თქმა უნდა მაგნიუმი. კი ეს ჩვენ ბავშვობასთან დაკავშირებული, ყველას გვიყვარს გურჯაანის ნაყინი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგნიუმი ჯობია. გაცილებთ. ლეგენდარული ფინალი ხალხო, ბარამბო, თოლია და მაგნიუმი 66%-იანი უპირატესობით ვართ ქართველები მოკლედ. 3, 2, 1. რატომ ბაძავ? შემომბა. ნუ ბაძავ. თოლიაც ეხა ბაზარი არ არის, გემრიელი ნაყინი არის, ვერაფერს ვერ მართლა გემრიელი ნაყინი არის, ხოჭო თოლია ეგრე გააგრძელე. მაგრამ ჩემთვის პირადად ამ შემთხვევაში აი ბარამბო და რა ქვია ამას მაგნიუმი არის ძალიან გემრიელი ორივე. ეს მომეწონა, თო სხვანაირი გემოების არის. ეთქობა რომ ძვირიანი და სხვანაირია, შოკოლადი მეტი როა, კითხობა ფასში. ვისაც იაფად გინათ ნაყინი და გემრიელად გინათ ბარამბო ჭამეთ, ვისაც ძვირად გინათ და გემრიელად გინათ ჭამეთ მაგნიუმი. ორივე შემთხვევაში ჩემი აზრით ნაწყენი არ დარჩება.